ვითხოვთ აი ნადიმ ვარშანიძის დროს მოწყობილი სანიაღვრე სისტემის გაუმჯობესებას, რადგან მათ ეს დაიწყეს და არც დაამთავრეს და დაწყებულიც ისეთია, რომ ანუ ფუნქცია დაკარგული აქვს, ასე რომ ვთქვა, დასაწყისიდანვე. იმიტომ რომ არაა გამართული, არ არის სხაურები მოთავსებული, ყოფილა შემთხვევა, როდესაც მსხვილფეხა საქონელით ჩავარდნილა, მანქანებით ჩავარდნილა, აი იქით ორი ავარია იყო ამ დაუხურავი სხაურის გამო ამ არეალში მრობაქიძის ქუჩაზე და როდესაც ხდება ხოლმე ამის გაწმენდა, იყრება ზედაპირზე, რომელიც გაწმენდის შედეგად ისევ იღვრება. დგება წყალიწვიმიან პერიოდში, არის მოუწესრიგებელი, არის მალარიის წარმოშობის ფაქტი, რადგან უამრავი ვაყაყი თუ კოღო გროვდება და მოსახლეობა ძალიან შეწუხებული ამ ფაქტთან დაკავშირებით. და ვითხოვთ ამის გამოსწორებას, რა თქმა უნდა. ყოფილა განცხადებას, ყოფილა ხელმოწერების, მაგრამ არავის არ მოვმართავ ჩვენთვის, რომ როდის დაიწყებენ, ან საერთოდ დაიწყებენ თუ არა. სანიაღვრე არხები არის, ანუ შემდგომი გაკეთებული არის, მაგრამ არ არის გაკეთებული ნორმალურ მდგომარეობაში, არ არის, ანუ გაუკეთებლობა ჯობდა, იმიტომ რომ წყალი ისევე დგას, ჭაობი არის შექმნილი, კიდე გასაკეთებელი არის, სხაურებიც კი არ არის გაკეთებული და მოსახლეობა ვითხოვთ ამის გაკეთებას, ანუ რეაბილიტაციას, რაც არის გაკეთებული. მადლიერები ვართ, რაც გაკეთდა, მაგრამ შეიძლებოდა უკეთესი გაკეთება რა, ანუ უკეთეს მდგომარეობაში ყოფილიყო რა. კუვეიტები არ ჩალაგებულა, კუვეიტებზე შესაბამისად არ დალაგებულა შესაბამისი რკინა და დღესაც ეს პრობლემაა. ამას გარდა არ გვაქვს საკანალიზაციო სისტემა და გამართული წყალმომარაგება. ის იგივე პრობლემები არის ზუსტად სოფელ ხელვაჩაურშიც, ასევე ქალაქ ბათუმშიც და იქნება მოგვაქციონ ამ ძვირფასმა უწყებებმა ყურადღება. მე ურჩევდი თითოეულ საკრებულოს დეპუტატს, რომ თავი დაანებონ რეპლიკების ძახის და დაკავდნენ მოქალაქეებთან შეხვედრით და მათი პრობლემების მოსმენით და მათი ყოველდღიურობის გაუმჯობესებით. მე შემიძლია ისიც გითხრათ, რომ ყველა სახელით არც ერთ ჩვენგანს არ გვინახავს არც ხელვაჩაურის დეპუტატი და არც ბათუმის დეპუტატი და ინებონ მაგ ადამიანებმა და შეგვხვდნენ